მეცნიერთა კონგრესი ეს არის უკვე მეცნიერული ანალიზის საფუძველზე ქართული მომავალი სახელმწიფოებრიობის დაჯეგმარება. ყველა გამოცდილებას უნდა მოუყაროთ თავი და შეუჯეროთ ქართულ ხასიათს და ქართულ ზნეს. ეგ არის სურვილი. უბედურება ის არის, რომ ჩვენ დღეს ისტორიული გამოცდილება საერთოდ იგნორყავით. ეგ არის უბედურება. ქართული მიწების გაყიდვა უნდა შეჩერდეს საკანონმდებლო ბაზით. მეორე ემიგრაციული და მიგრაციული პოლიტიკის კანონმდებლობა უნდა შემუშავდეს. ამდენი ადამიანი რომ გადის საქართველოსთან, ყველა ვარიანტში უნდა შევქვნათ ისეთი სიტუაცია, რომ ქართველ კაცს მით უმეტეს მომავალ თაობას არ უნდოდეს ქვეყნიდან წასვლა. მოგეხსენებათ, რომ ავად სახსენებელი შევარდნაძის შემდეგ მოხდა ქვეყნის დეინდუსტრიალიზაცია და 2500-ზე მეტი დიდი საწარმო გაანადგურეს და სამუშაო ადგილები აღარ არის. ანუ პერსპექტივა აღარ აქვს ხალხ მოსახლეობას. ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს და სადიმუშაონ არ აქვს. აი ეს უნდა შეიცვალოს. ესე იგი 90-იანი წლების მერე საქართველოში მოხდა კულტურული და საგანმანათლებლო გენოციდი ქართველი ერისა. კულტურულ საგანმანათლებლო გენოციდი, ანუ სწავლამ ფასი დაკარგა მომავალი თაობისთვის და შესაბამისად ამისა მოხდა მათი ახალგაზრდობის განდევნა აქედან. უნდა თუ არა, რომ პერსპექტივა უცხო ქვეყანაში ნახოს, მაგრამ უცხო ქვეყანაშიც მიდის მონად, ძალიან მცირე პროცენტია, რომელიც რაღაცა წარმატებას აღწევს. მოცემული ვითარებიდან გამოსავალი არის ერთადერთი, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ერი და ბერი, უნდა შევთანხმდეს ერის სამომავლო სტრატეგიულ ხაზზე. რა არის ჩვენი ხაზი? ზნეობრივი ხაზი ეს უნდა იყოს ქრისტიანობა, მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს მომავალში როგორი უნდა იყოს სახელმწიფო თავდაცვისა და უშიშროების დოქტრინა, როგორი უნდა იყოს ჩვენი განათლების დოქტრინა, როგორი უნდა იყოს ჩვენი კულტურის დოქტრინა, როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის და ეკოლოგიის და ჩვენ ამ ხაზზე უნდა ვიაროთ. და ჩვენში, როდესაც დღეს ასეთი მძაფრი დაპირისპირება არის, ეს სიძულვილი საქართველოს შიგნიდან შეჭამს და გამოხრავს. ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთს უნდა ედავებოდნენ მომავლის გეგმებზე. და არა ის, რომ ერთი იყოს მოღალატე და მეორე მტერი. მაშასნაირად ამ მდგომარეობაში ეს ორი ძალა ერთმანეთს შეჭამს, გაანადგურებს. ამას ქვია დისინერგია. ამიტომ ჩვენ უნდა მივმართოთ ენერგია ყველა ძალამ, ყველა საქართველოს, ყველა ძალამ ერთი მიმართულებით საქართველოს საკეთილდღეოდ და ამისთვის კი ნამდვილად საჭიროა ის, რომ ერის საუკეთესო შვილები დღეს არის ჩრდილში. სამწუხაროდ, იმას თქვენ რასაც უცხერით ტელეეკრანებიდან, ეს არის ფაქტიურად ლექი, საქართველოს ლექი. ჩვენ გვყავს საოცარი ახალგაზრდობა, საოცარი სამეცნიერო ინტელექტუალური წერლობა, რომელიც ჯერ კიდევ არ იცის საქართველოს და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ეს ინტელექტუალური ძალა, რომელიც საქართველოს გააჩნია, თუ მომავლისათვის ქვეყნის სადავეებთან მივა ახლოს, საქართველოს გაიმარჯვებს. დოკუმენტი რომ მიიღოს, არავითარი ევროპასთან და ამერიკასთან დაპირისპირება არ გვექნებოდა ჩვენ. ამ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა, რომელიც ქრისტესშობამდე აღიარებდა ოჯახის საკუთრების და ტრადიციას და ძალიან ბევრ რამეს, არ შეიძლება 21 საუკუნეში აკეთიშებდეს სხვისას და უარყოფდეს თავისას. დღეს ხელისუფლება თავს იწოდებს, ვითომ რაღაცა წერანზე განოვიწყოს. რაში გჭირდება მიგეყვეს მეცნიერება, რომ შემოგთავაზდეს 20 წელია და გეუბნებიან, რომ ჩვენ ტრადიციული ქვეყანა ვართ, მიწას არ ყიდით, ჩვენ ეროვნებას, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას თუ შეეხებთ. გამოდიან ჩვენთან ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ აი რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ ვეღწევით, ყველა პარტია, ყველა მოძრაობა, მთავრობა და ყველანი ვეღწევით, დააკვირდით რაცენია მეექვსე პუნქტში. აი აგერ ბატონ ანდრონიკაშვილმა სწორად დაუბრა დაში. საქართველოს თანამშრომლობის, მეგობრობის, ხელშეკრულებებს ახლოვებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ატივსებენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. მიტინგებია თბილისში, ვეუბნებით, აგვაკითხეთ ეს დოქტრინა, არ გვაკითხებენ, აი ჩვენ არ გვაკითხებთ, თქვენ მაინც
ედინებით ყოველდღე უთხარი მე ამ ჩვენ ამას რომ მივიღეთ მერე გარკვეული ჯგუფი წავა მოსკოვში და რუს ხალხს მიმართავს და ეტყვის თქვენ იცოდეთ რომ თქვენმა ხელისუფლებამ დაგაკარგინეთ თქვენ საქართველოსთან კეთილი განწყობა და ქართველების თქვენთან კეთილი განწყობა იმიტომ რომ თქვენ დამოუკიდებლობა წაგვართვით ის რაც ამაში წერია ყველაფერი და ამიტომ ჩვენ აქ ჩავდეთ ისეთი პუნქტები რომლითაც ვიამაკებთ ყველანი ვინც აქ ვარ და ვინც ამას დაუჭერთ ხარს რომ ჩვენ ვიყავით ამ ისტორიული პროცესის მონაწილე და ამ ისტორიულ შენობაში გელაცმესტირებათა აკადემიის შენობაში მივიღეთ 12 ისეთი პუნქტი რომელზეც დადგება ქართული სახელმწიფო როგორც ღონიერი ძლიერი და დამაკავშირების გზით მავალი სახელმწიფო ხელფასი $1 მეტი აქვს ყველა მოსამართლეს მიზნე პრეზიდენტს აკეთებს რომ სამართლებრივი სახელმწიფოა ეს მინიმალური ხელფასი დღემდე რას ნიშნავს ეს პენსია რომელსაც მე ჩვენ ვაკეთებ პენსია რომ აქვს ადამიანს მასზე მეტი მეორე დოკუმენტში მიწერია 10-ზე მეტი უფლება მიღების უფლება არ არის არა შენ აძლევ 560 ლარს პენსიაზე ეს ნიშნავს რომ 5600 ლარზე მეტის მიღების უფლება არ არის არა აქვს ამიტომ ეს დოკუმენტები რომელიც ჩვენ გვაქვს ერთმანეთს ავსებს თქვენ სწორად სვამთ მე იმას კარგობლებ თუ არასწორია სწორად სვამთ მაგრამ ეს ყველაფერი არის ყველა იმ დოკუმენტში ჩამოყალიბებული რომელიც ჩვენ გვაქვს მე გაჩვენებთ მე უნიკალური ეს დოკუმენტები მეცნიერებმა გააკეთეს უდიდესი საქმე ქვეყნისთვის დავაფასოთ ეს და შეუდგეთ ეხლა ბეჭებით იმ საქმეს რომ გავიდეთ ხალხში გავიტანოთ წავაკითხოთ ნახონეს მასალები და ხელმოწერები გავაკეთოთ თუ ხელისუფლება იტყვის უარს რეფერენდუმის ჩატარებაზე ჩვენ მინდა რეფერენდუმი ამ საკითხზე და ვეუბნებით რომ ყველა პუნქტი როგორც აქ ვიხილავ ბატონმა თემურმა წარმოგიდგინეთ ისე მოხდეს ყველა პუნქტზე დაწეროს ამ პუნქტს ვიზიარებ არ ვიზიარებ ამ პუნქტს ამას ვამატებ არ ვამატებ ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული იმიტომ რომ სპეკულიანტური განწყობის ხელისუფლებები არ უნდა იყვნენ ქვეყანაში არ უნდა იყოს ჯერ ნატოთი მეუბნებოდი რომ ნატოში შევალთ ამიტომ არ შევიდეთ ეხლა იზახი რომ ნატოს წინააღმდეგი ვარ და ამით მეუბნებოდი დავჭი ხელისუფლებაში ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ქვეყანას უნდა ქონდეს თავისი გრავიტაციული მუდმივა თავის საყრდენები რომელსაც ვერავინ ვერ შეცვლის და ეს საკითხები უნდა იყოს ჩადებული ამ 12 პუნქტში თქვენ იცით რომ როგორ მოხდა კანონური ხელისუფლების დამხობა 90-იან წლებში და 90 წლების შემდეგ როდესაც შევარდნის ხელისუფლება მოვიდა ეგრეთ წოდებული იქიდან არალეგიტიმურია არაკანონიერია სისხლისმოსული ხელისუფლებები არიან და მათ არ აქვს არანაირი კანონიერი და სამართლებრივი ძალა და ამიტომ უნდა მოხდეს ისეთნაირად გააზრება იმ საკითხისა რომ კანონიერმა უზენაეს საბჭომ ჯერ უნდა აღდგეს და მე დანიშნოს ახალი არჩევნები აი ეს მიმაჩნიეს თუ ესე იგი და გაახლა აი ეს კარგი პროექტია შვედური პროექტი. თან გადაგავიწყდა. ქვეყანა, რომელიც არის კონსტიტუციური მონარქიის ქვეშ. თითქმის 70%-ია გადასახადი შემოსავლას. ოღონდ სწავლა, განათლება და ეს მომსახურება არის ის რაც ქართული ხალხი 70%-ის გადაწყდება. მე მგონი უნდა იყოს USA. უარადა, მაშინ არ გამოვა, იმიტომ რომ მაშინ უარადა ყველაზე დაბალი ხარისხის სკოლები. ეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა არის ის ღერძი და ბერკეტი, რომელიც ქართველ ერს მიტაცებულ სახელმწიფოს დააბრუნებინებს. მე არ შევეხები დიაგნოსტიკას, იმას რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩემზე უკეთესად იცით. მე დღეს მორალური უფლება არ მქონდა იმ დღეს გელათის დიდ ისტორიულ კედლებში, სადაც ქვეყნის მომავლისთვის თავარ დოკუმენტს განიხილავდნენ და მიიღებდნენ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ დღეს არ დავსწრებოდნენ. სწორედ ამიტომაც ჩამოვედი და ემიგრანტების განწყობა ჩამოვიტანე, რომ ის ემიგრანტები ელოდებიან ადრე თუ გვიან უკან დასაბრუნებელი გზა გაიხსნას. აქ ბევრი სხედხად ვისი ოჯახიდანაც თვითოწევრი მაინც ემიგრაციაშია წასული. ამიტომაც გარეთ გასულებმა და შინ დარჩენილებმა ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის ირგვლივ გაერთიანება და ის მივიღოთ რეფერენდუმი. ჩვენ უნდა
რომელიც თავის თავს ამ ქვეყნის ხელისუფლებას ეძახეს, უნდა გაითვალისწინოს ერის და ხალხის ინტერესი. და ერის და ხალხის ინტერესი არის, რომ მივიღოთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა რეფერენდუმი. ის 21 პუნქტი, სადაც ყველაფერი არის გათვლილი, სისტემა, მართვის სისტემა გადავიდეს 21 მართვის სისტემის 21 პუნქტზე, რომელსაც მეცნიერთა კონგრესი გვთავაზობს. ეროვნული თანხმობის პარლამენტი, რომელსაც მეცნიერთა კონგრესი გვთავაზობს. სწორედ აი ამ პროგრამების ირგვლივ უნდა დაიწყოს ერმა გაერთიანება და თუ ერი გავერთიანდებით, კლოუნი პოლიტიკოსების მართული ქვეყანა დამთავრდება და ნამდვილი ხელისუფლება მოვა ქვეყნის სათავეში, რომელიც სწორედ აღმაშენებლისეულ საქართველოს დაგვაბრუნებინებს.